ისტორიულ დარბაზზე საუბრობ, სადაც კომპანია ბერშტეინის ორგანიზებითა და ლიზა ბათიაშვილის ფონდის მხარდაჭერით ცოტნე ზედგინიძის სოლო კონცერტი გაიმართა. 15 წლის ქართველმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ბეთჰოვენის, ბერგის, შუმანის და ვაგნერის ნაწარმოებებთან ერთად საკუთარი კომპოზიცია შეასრულა. ბერლინელმა მაყურებელმა ცოტნე ფეხზე დამდგარმა ხანგრძლივი ამპლოდისმენტებით დააჯილდოვა. დღეს არის უბედნიერესი დღე. ჩემთვის როგორც ქართველი მუსიკოსისთვის, მაგრამ მე მგონი მთელი ჩვენი ქვეყნისთვის 15 წლის ცოტნე ზედგინიძე, რომელსაც უკვე ნახევარი მსოფლიო იცნობს, დღეს კონცერტში ასრულებს ბერლინის კონცერტჰაუსში, რომელიც არის ისტორიული დარბაზი, ულამაზესი დარბაზი. დღეს მოვა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი კონცერტზე. ჩვენი ყველა სტიპენდიანტი არის უკვე ევროპის საუკეთესო კონსერვატორიების სტუდენტები და აქტიურად მართავენ კონცერტებს ევროპის სხვადასხვა სცენებზე. დღეს ბერლინში შედგა კონცერტი, სადაც მე დავუკარი ბეთჰოვენი, შუმანი, ბერგი და ჩემი ნაწარმოები. ეს კონცერტი შედგა ბერშტეინის ფირმის ქვეშ და ასევე ლიზა ბათიაშვილის ფონდის ქვეშ და ყველას ძალიან მადლობელი ვარ. ეს არის განსაკუთრებული საღამო ცოტნე ზედგენიძესთან ერთად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ ასეთ ლამაზ ადამიანებთან ერთად. მე მუშაობდი ცოტნესთან ერთად და ჩვენ ვცადეთ, რომ ეს საღამო ყოფილიყო წარმატებული. ცოტნეს აქვს წარმოუდგენელი ტალანტი და ეს კიდევ ერთხელ ყველამ ერთად ვიხილეთ. გიორგი გიგაშვილი იყო პირველი ქართველი არტისტი, რომელთანაც მუშაობდი, თუმცა ის არ აღმოჩნდა ბოლო, რადგან ფაქტია, საქართველოში ბევრი ნიჭიერი არტისტი იზრდება. დიდი მადლობა ლიზა ბათიაშვილს და მის ფონდს ამ შესაძლებლობისთვის. ცოტნეზე უკვე დიდი ხანია მესმის და დღეს როგორც ბერლინის მაცხოვრებელს შანსი მომეცდა, რომ ცოცხლად მოვისმინო ის პიანისტის ამპლუაში და მეორე განყოფილებაში ასევე კომპოზიტორის ამპლუაში. ყველა პიანისტი მოსმენილი მყავს არგერიჩიდან ცეთ ციმერმანამდე და ეს ბიჭი შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე მათ გარემოში მოიაზრება ჩემთვის. მთელი დარბაზი ქუხდა და მართლა რაღაცა საოცარი საღამოს მომსწრე გავხდით. ესეთი ვარსკვლავი, ეს არ არის ამომავალი ვარსკვლავი, ეს არის უკვე ვარსკვლავი და ამას ყველა ხედავს, ყველა აღიარებს და ძალიან ამაყი ვარ, რომ მეც ამ ქვეყნიდან ვარ და დღეს როგორც ერთი ჩვეულებრივი მაყურებელი აი ამ დარბაზიდან ამ საოცრების მომსწრე გავხდი და ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მოსმენდით შეფასებებს ბერლინში გამართული სოლო კონცერტ, ცოტნე ზედგინიძის სოლო კონცერტისა, რომელიც მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ბერშტეინის სათაო ოფისის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მხარდამჭერი იყო ცნობილი მევიოლინეს, ჩვენ მასაც უსმენდით ახლა ლიზა ბათიაშვილის ფონდის მხარდაჭერი და სხვათა შორის არტისტთა გაერთიანება, კონცეპტ არტის დამფუძნებელი თეუნა ჯორბენაძე წერს, რომ ლიზა ბათიაშვილის საქველმოქმედო ფონდის დამსახურებით ახალი თაობის ქართველი მუსიკოსები უკვე საერთაშორისო სცენების ვარსკვლავები არიან, ყველა მათგანი ევროპის საუკეთესო მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტიაო და მე რა თქმა უნდა როგორც კომაგი ქართველი ნიჭიერი ადამიანების თქვენთან ერთად გულშემატკივარი, მინდა მადლობა გადაუხადო ამ ფონდს ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის. ასე გავიდეთ მოდით რეკლამაზე, რამდენიმე წუთში გავთქვა რომ კიდევ ბევრი ქვეყანას გააოცებს ცოტნე დარწმუნებული ვარ ამაში და წარმატებას რა თქმა უნდა მთელი გულით უსურვებთ. ხო, გავიდეთ რეკლამაზე, ცოტა ხანში დავბრუნდებით.